დღეს ვართ ძალიან მძიმე, ტრაგიკული მე ვიტყოდი მოვლენების მომსწრე, იმიტომ რომ ფაქტობრივად საქართველოს მთავრობა საახალწლოდ თავის ხალხს, თავის ქვეყანას, ქართველ ერს ულოცავს უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის განადგურებით. და ვფიქრობ, რომ ეს რა თქმა უნდა უამრავ შეკითხვას ბადებს სამართლებრივი კუთხით, კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევებთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის ჭრილში ხომ თავისთავად სოციალურ საკითხებს რაც შეეხება და გარემოს დაცვით საკითხებთან მიმართებით. ამდენად მე ვიტყოდი, რომ კულტურული მემკვიდრეობის სფეროს ფართოდ და მეტად საკმაოდ მნიშვნელოვნად გასცდა საყდრისის თემა და მართლაც შეიძინა სულ სხვა დატვირთვა და მინდა ვთქვა როგორც საქართველოს მოქალაქემ, რომ ეს არის ძალიან დიდი დისკრედიტაცია ჩვენი ყველა ჩვენგანის მოქალაქეობრივი უფლების და საქართველოს სახისა, საქართველოს სახელის ამასთანავე ზოგადად როგორც ყველა მოქალაქის, ანუ მთავრობის დისკრედიტაციაც არის ყველა მოქალაქის თვალში და ზოგადად საქართველოს დისკრედიტაცია არის საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც იმ ქვეყნისა, რომელსაც შეუძლია ვანდალური ქმედებებით გაანადგუროს თავისი საკუთარი კულტურული მემკვიდრეობა. ეს არის ძალიან მძიმე პრეცედენტი და ალბათ იმედი მაქვს, რომ ასეთი რამ არასოდეს აღარ განმეორდება ჩვენს მიწა-წყალზე და თუ შესაძლებელი იქნება კიდევ შენარჩუნდება ნაწილი მაინც საყდრისისა გადაურჩება განადგურებას. სასამართლოს დადგენილებით, ანუ საქართველოს კანონმდებლობით დღევანდელი ყველა ქმედება არის უკანონო, მათ შორის ეს ფეთქვა ბურღვითი სამუშაოები და ეს გამანადგურებელი, ასე ვთქვათ, ფართომასშტაბიანი მიწის სამუშაოები, რომელიც გაშლილია საყდრის ტერიტორიაზე, ყველაფერი არის უკანონო. მიუხედავად ამისა, ამ კერძო კომპანიას მთავრობისგან აქვს მწვანე შუქი კულტურული მემკვიდრეობის გასანადგურებლად და ეს იწვევს საოცარ განცვიფრებას და რა თქმა უნდა განცვიფრებაზე ბევრად მეც ძალიან დიდ აღშფოთებას მე ვფიქრობ ყველა იმ ადამიანში, ვისთვისაც რაღაც ქართული და მშობლიური არის ძვირფასი. სამწუხაროდ ეს არ არის მარტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კატასტროფა და მისი დანგრევა, არამედ ეს არის უფრო მეტი გაცილებით, რის გამოც როგორც ქალბატონმა მარინამ ბრძანა, ეს უკვე სხვა სფეროებში გადადის და უფრო პოლიტიკურ ელფერსაც კი იძენს და ეს საფუძველი ამ პრობლემას შეუქმნა თვითონ მთავრობამ, რომელმაც ყველა ნაბიჯზე, ყველა ეტაპზე მოახერხა ის, რომ კანონის წინააღმდეგ დამდგარიყო და მიმხრობოდა ძეგლის განადგურებაში RMG Golds. დღეისათვის მდგომარეობა ისეთია, რომ ისპობა ძეგლი ისე, რომ არქეოლოგები ვერც კი ახერხებენ იმ ახალი მონაცემების თუნდაც ფოტოფიქსაციას, რომლებიც ამ გრევის პროცესში შეიძლება გამოჩნდეს იქ. იქ არავის არ უშვებენ და ეს არის სრული განადგურების ტოლფასი, იმიტომ რომ ჩვენ შეგვეძლო კიდევ მიგვეღო რაღაცა გარკვეული ინფორმაცია ამ გრევის პროცესში გამოჩენილი მაღაროების შესახებ, რასაც მოკლებული ვარ. ძეგლის მნიშვნელობა იმდენჯერ იქნა კომენტირებული ჩვენი მხრიდან, რომ აუცილებლობას აღარ წარმოადგენს, მაგრამ ეს არის პირველხარისხოვანი მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. რამდენადაც ამაზე ძველი სამთო წესით ოქროს მოპოვების ობიექტი მსოფლიოში ჯერჯერობით არ არსებობს.